ჩვენმა სტუმრებმა შორი გზა მოიარეს და შიმშვიდობით დაბრუნდნენ. მივესალმოთ. ბრავო მეტეხი მეგობრებო, აპლოდისმენტები. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. და რამდენი ხანია აღარ შევხვედრილვართ. მაგრამ მიხარია რომ დღეს შედგა ეს შეხვედრა. დიდხნიანი სტუმრობა, ესე იგი ძველი რავი, რამდენიმე წელი გავიდა ალბათ, მაგრამ ბევრი. მაგრამ არ შეძლუხართ, კარგად ხართ, კარგ ფორმაში ხართ. ტრადიციულად ისე აკადემიურად გამოწყეპილიო ჩვენთან იმერეთში რო იტყვიან და აბა როგორ ახართ? როგორ მიდის სამბები? კი ვიცი, კარგად, მაგრამ მაინც თქვენგან გითხარით, ჯობს მაყურებელს აინტერესებს. როგორ მიდის საქმეები, შემოქმედებითი წვა არის? საქართველოში ვართ პახმელიიდან პახმელიდან. კი ბატონო. დიდი შემოქმედებითი წვა გვაქვს ნამდვილად. ნუ კარგად ხართ, რაც თავარია. პახმელიდან პახმელიამდე. კი ბატონო. ძალიან კარგი. ესე იგი, დიდი ხანი გვინდოდა სხვათა შორის თქვენი სტუმრობა გადაცემაში და სულ რომ მოგზაურობთ, ხან იქით ხართ, ხან აქეთ ხართ, ეხლა ძლივს დაგიჭირეთ და მაინტერესებს დღეს გვესტუმრეთ თუ უბრალოდ გზად გამოგვიარეთ, რო ვიცოდე, მაინც ანუ ზეგ მიფრინავ. ანუ გზად გამოგვიარეთ. კი ბატონო. ოჯახში ეგრე ოჯახშიც ეგრე გეუბნებიან. დღეს ეხლა იმას ვიღაც ნათესავს ეწყინება, რა იყო ჩვენთან არ მოხვედი იმ გაბუნიასთან რომ მიხვედი, რა იყო ვითამ ახლა უეჭველი წამოგაძახებთ ვიღაც. მოდი ახლა მოვყვეთ სულ თავიდან, ბიჭებო. უმეტესობა, უმრავლესობა კი პრაქტიკულად ყველა ქუთაისელები ხართ. მაგრამ ანსამბლი შეიქმნა თბილისში. ხო, ისე ლოგიკურია, ეხლა ქუთაისში 7 კაცი რომ შეიკრიბება, ეხლა ვისწავლე იქ ანსამბლის შესაქმნელად უეჭველი მიდის KP და შესაბამისად სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ აქ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. ქალაქ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდგომ სამოღვაწეოდ თბილისში გადახვედით. ასეა, სამოღვაწეოდ მივდივართ თბილისში და აღდგომებზე ვბრუნდებით. რა რიფწარე კი არა კაცო, როგორი რეალობაა, მაგრამ ყველას გოგონებმა ჩაიცინეს, გელა იყო მარტო უდრეკი, იმიტომ რომ გელა თბილისშია აღდგომას. ხო ასეა? ისე მაინტერესებს ესეთი რამ რა. ქუთაისში რომ შექმნილიყო ანსამბლი და არ შექმნილიყო თბილისში. ბრავო მეტეხის მაგივრად, ბრავო ზასტავა შეიძლება და ბრავო ზაოდი, კი ბატონო. ნუ ყველა ინდივიდუალურად. ბრავო ზაოდი, ბრავო ზასტავა, ბრავო ნინოშვილი, ბრავო საფიჩხია და ასე შემდეგ რა. თეთრი ქვები. თეთრი ქვები. ბრავო თეთრი ქვები. ისე თავიდანვე ბრავო მეტეხი გერქვათ თუ სანამ საქართველოს ფარგლებს გამოცდებოდით, მანამდე საღოლ მეტეხი ხო არისო რა. არ ყოფილა ეგეთი. ისე ბევრი უცნაური ის იქნებოდა, ხო, რაღაცა თქვენი მსმენელებისგან სხვადასხვა კონცერტზე, ბევრი სხვადასხვა რაღაც შეძახილები ხო ისეა სახელების შეცვლა, რომ მეტეხთან რო ასოცირდება ჩვენი სახელი, ერთხელ დაგვიძახეს ბრაოსიონი. ბრაოსიონი დაგიძახე, აერია კი ბატონო. ხო, აი მაგაზე მაქვს საუბარი. ტაძრები ერია. ბიჭებო, ესე იგი გასტროლები გაქვთ და ძალიან ბევრ ქვეყანაში მოგზაურობთ და არსებობს ამის ვიდეო ამსახველი კადრებიც, რომ სრული ანშლაგით მიმდინარეობს ყველგან რა ღონისძიებები და მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ გარდა ყველაფრის თავი გავანებოთ, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და მიხარია, როდესაც ჩვენი მეგობრები ესე წარმატებით მოგზაურობენ და ყველა ქვეყანაში საოცარი ღონისძიებები გაქვთ ხოლმე. აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ბელორუსი, გაერთიანებული ემირატები, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, შვეიცარია. კი ბატონო. გამომჭი ხო არ ვიცი, მე მგონი შემოიარეთ მთელი მსოფლიო. ამიტომ სტუმრობის ბოლოს აქედან სიმღერის გარეშე ვერ გაგიშვებთ, იმიტომ რომ კაცმა არ იცის კიდევ ბოლოს როდის გნახავთ საქართველოში და ამიტომ ეს თავიდანვე გახსოვდეთ. აუცილებლად. ისე თუ ხართ აკვირვებული, არ ვიცი ახლა თუ უთქვამს თქვენთვის ვინმე, რომ თქვენს კონცერტებზე ტავტოლოგია გამოიყენება ხშირად. ტავტოლოგიას აქვს ადგილი. ბრავო მეტეხი. ანუ ამას ხო ხშირად ამბობენ, ხო და ბრავო მეტეხი რა. ისე რომ იცოდეთ შოუ ბიზნესში ყველაზე ხშირი ფრაზაა ბრავო მეტეხი და სპორტში ხო ის რომელი? ყოჩახ შერმადინი, ესა ეს არის. ეს ხური. სხვათა შორის ერთ ფაქტი უნდა აღინიშნოს, რომ საავტორო სიმღერების ავტორმა და ანსამბლის სოლისტმა გიორგი რუხაძემ შექმნა საკუთარი შეუდარებელი სტილი, რომელიც მოიცავს ფოლკლორის სინთეზს ქალაქურ და თანამედროვე სტილთან პლუს ესტრადასთან. ხომ ასე არის? ხო არ ვწდები რა იმაში. ჯიმი აბესაძემაც შექმნა თავისი სტილი, სხვათა შორის მინდა გითხრა, რომელიც აერთიანებს ფოლკლორს
მალიარკას და სანტეკინგას ერთმანეთში. აი, სტილია ძმაო. ნემონიასენება და თან აკეთებს გვემოთ იმას რაღაცას. აუ, ფენომენალური კაცი არის. ჩვენი ძმა. თქვენი ძმა მოგენატრათ ისე ჯაბოვიჩი. ძალიან. ეს რომა რატო არიღებს? ხმა სულ აქტიურია ხოლმე და რაღაცა. ხმაბახველიას. ორი ძალიან. ეხლა მიდივარ გასტროლებით დღეს კახეთში. კახეთში მიდიხარ გასტროლებით, ხო? ჩვენი ღვინო გამოუშვით. მართლა? კი ბატონო. ეგ უნდა გეთქვათ. ეს ალბათ ამოიჭრება. გეთქვათ რა, წამოგეღოთ მაინც, ანუ ასე უბრალოდ იქნებოდა. მოვიტანთ შემდეგ. შემდეგ. კი ბატონო. და უნდა მოვინახულოთ კახეთი. და ვიმღეროთ იმერული მრავალჟამიერი. კახეთში, ხო? კი ბატონო, თვითონ არა მახსოვს ერთხელ მახსოვს პატარები რო ვიყავით, მე ანსამბლი მყავდა, მაშინ ბრაონადური ქვიოდა. ხო და აი ეს რა ქვია, ოტია იოსელიანთან ვიყავით სახში ვიზდებოდით რა ფაქტიურად იქ და ვიმღერეთ კახური მრავალჟამიერი გავაკეთეთ. ხო და ბატონმა ოტიამ ახლა რო ჩაგიყვანთ კახეთში იმგეს იმერული მგზავრული ვამღერო. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, მაგრამ ერთი საწყენი ამბავი უნდა გითხრათ. ერთი გაბრაზებული კაცი აქ მოსული. დაცვამ დარეკა ეხა გლიჯავს ყველაფერს. მოვძანდეს. შემოვიდეს? შემოვიდე. სიამოვნებით. მოვძანდი. აი დედაია. რა გინდა, კაცო? ადიქეთ ბიჭო. მოგესალმებათ არავიზე ნაკლები ბრაო და არავიზე მეტი მეტეხი ჯიმი ჯაბასია მესაძე. ხვალებში რაფერ მიყურებთ? თქვენ უნამუსო სიმღერა ჩემიწე იღეს, ბიჭო. მუსიკა ჩემიწე იღეს, არანჟირების აპარატი ჩემიწე იღეს, მიკროფონები ჩემიწე, რატო ვერ ვжлები, იცი? კამარიცე იყო ამან, ვერ ვжлები. ცლივжлები. ამა ვარციხელმა ამან. ჯერ თუ ისინი გადაწყვეტილი ქონდათ, ბიჭო, ჩემი გამოგდება ლატარია რატომა თამაშე, შენ. ეგ ჩემი აღება რომევიდა და გამომაგდეს. კაი, ანუ შენი აზრით მოდი გულწრფელად გითხარი რა იყო მიზეზი რომ გამოგიშვე. ის სოლისტი როა და ის მე ვიდა მთვრალი იყო ერთხეს და ჯაბოვიჩო სმენაო. რა ისმენა არ მივარ, ბიჭო, კასპის ცემენტის ქარხანაში 10 წელი სმენის უფროსი ვიყავ. სმენა არ გივარგაო, იგმეიჯმენტი არ გივარგაო, იგმეიჯმენტი. სმენა არ გივარგაო, ჰაბიტუსი არ გივარგაო. მაგი მითხრა უკვე ჯიფსიკინგის სოლისტმა, შენ ახალი მითხარი რა. კი ბატონო, არ გიდოდა გაგვეკეთებია დუეტი. მეტეხი და უტეხი. არ უნდა. მოდი ჯიმი ახლა ყველა გიყურებს შენ, გითხარი შენი მუსიკალური შესაძლებლობები. ეგენი ყურით მოთხრეული მომღერლები. ვაბე, არ დაიჯერო, თათა შვილო. მე როდევიბადე მამაჩება, რო შემხედა სამშობლოში, არანჟირება, გამას გასაკეთებელია და იგზავნა, კაცი. კი ბატონო. მე რომ მეურები თუ მე რომ მეურები თხრაზე ჯაბოვიჩ პროდუნეფო. კია პროდუნები, რეპი ყოფილა, მაგრამ. არა მსაბრუდუნ. შედე ელტონ ჯონი მირეკავს. Hello Elton. I wish see tuned ek. რა შემოთავაზება გაქვს? არ მინდა ძალიან შენ გეყუდუნე. არა, სხვაგან მოხდი, არ მინდა. არა. No. რა ცუდი კაცი. ელტონ ჯონი მინდა რა. ჯიმი, მიმართე იმ კამერაში შენს კრიტიკოსს. შენ ჯაბოვიჩიო სიმღერებს იპარავსო. ეგ დავაგირო ვინ სიმღერებს იპარავს ახლა? სხვადა, გელა სიმღერის მოპარვა შეიძლება, ხო იცი, ქურდის, ხონდაო, თუ მოპარავთ არა, პრობლემა კი ბატონო. ისე ბიჭო, მინდა მოგასწროთ ხალხო მაყურებლებო, ჩემ კრიტიკოსებს და გულშემატკივარს მიმართავ. ლაპარაკი იმაზე, რომ ჯაბოვიჩი ძალიან ლამაზია, ეს გადაჭარბებულია ხალხო. არა, ეს რო იცოდე, ამოჭერი მე ზუიო მაგიდა დადე ცალკე. სხვათაშო გიტარა ხვიჩამაღლაგეზე მომპარა. სიმღერები აბათმა მომპარეს. ეს ელეგანტურობა და სილამაზე თათა გიორგობიანმა როდის ამომაცალა ჯილიდან. არა და მედო ბიჭო. კი ბატონო. ვინმე თუ გამოეხმაურა ამ ფაქტს? ეროს რამაზოტი დამირეკა ბიჭო. ვა. რომაია საროძე არიცის მე შენი ახლობელი რო ვარ რაფერ გადავახტა თავზეო ბიჭო. ეროს რამაზოტი გირეკავს, აბას ის კი არ გირეკავს, გივიაზარდაზე ეს ხალდუბოე. ხო. გიჩაობა. რა მაინტერესებს შეგეც რა მაინტერესებს გელა შოუ ბიზნესში გარტყული კაცი ხარ. Kanye West ჩამოდის საქართველოში?
რაღაცა მამტრევს ეს ბოლოს 3 დღეა დეთქო მაგის ნიშანი არ ვიცი. ხო კეინი ვესტა და ემინემზე ვიცი მტრევა და წვიმაზე. ჯიმი, სხვა ჯგუფებზეც გვესაუბრე. მუსიკა გზავრებში ვიღავით, მაგრამ მერე? გზავრებში ვიყავ მაგე იმდენი არის რო წამოვიდე ახლაც არის წამოსული ვარი გედა. ხო, კი ბატონო. ასეთი ყოფილა აბესაძეების ხვედრი გელა. ბაბუაჩევი, ჭიკუ აბესაძე, ჯიპსი გიგმა დატანჯა და მე მეტეხმა. ვერ გეექცევი, კი ბატონო. ჯიმი, შენი ყველაზე დიდი სკანდალი რომ გაიხსენო. მე რო წამე გამომიშვეს მაზერ ტოლკინგიდან. აი, საიდან? მაზერ ტოლკინგიდან. მოდერნ ტოლკინგი. მაგის გამო გამომიშვეს უთხა. ხო, მაგის გამო. წევედი, ბიჭებო, წევედი, თქვენ ჭუაზე ვაი. ახალ ანსამბლს ვაკეთებ, ანსამბლი ლენტეხი. რაო ლენტეხი. ლენტეხი აკეთა ამა თქვენი. აკეთა, აკეთა, ვალა. აი, თქვენ ჭუას. ძალიან გაგიბრაზებიათ ეს კაცი რა. ძალიან გაგიბრაზებიათ, მაგრამ ნუ სათქმელი თქვა. შემოირიგებთ, კი ბატონო. ბიჭებო, რა ვიცი, რაღა დამრჩენია, გისურვოთ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებები კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან გიხარია, როდესაც ჩვენი ქვეყნის შვილები, ჩემი ქალაქის და არა მხოლოდ წარმატებებს აღწევენ ყველა მიმართულებით და წარმატებები და წარმატებები. მხოლოდ და მხოლოდ მეტი არაფერი, ყველაფერი კარგი თქვენ, თუმცა რა თქმა უნდა, ისე ვერ გაგიშვებთ ბრავო მეტეხს, რომ არ გვათქვევინოთ ბრავო სიმღერაში.